ამ საუკუნეში ამდენჯერ მოხდა იცი რომ ჩემპიონთა ლიგა პლუს ლა ლიგა მოიგეს? არც ერთხელ. მე იმედი მაქვს რომ რამე ძალიან რთული მომიგო. ხო, არ ვიცი ფეხბურთელი რომელსაც ორი წელია აბსოლუტური რეგრესია აქვს, რეალმა რატომ დაიწყეს? აბსოლუტური რეგრესია. 15-120 მილიონი ვერ ხვდები. რა აქვს ასა? არა რეგრესია. იმას ბარსელონა გამოვიდეს ბოლოს შეიძლება. არა, იგი მაგდენად არ ადეკვატურეს არ ვარ მეგობრებო. რა ვიცი, გავერთობი თუნდაც სამიღები. აი. სამი ვარიანტი. აბსოლუტური სისულელე გააჟღერა ამ წუთას გაბრუნდა ვეცდები ახსნა თუ რატომ. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი გადაწყობის მორიგი ეპიზოდი და ამჯერად ჩვენ რეალს უნდა ვუჩვენოთ. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ საშველი ამ გუნდს რა ჭირსო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცეები რომ შეცვალოთ, შეიძლება ბევრად უკეთესი გუნდი გამოგივიდეთ. ამის საშუალებას ყოველ შემთხვევაში მოგცემთ, რა თქმა უნდა, უკეთეს ფეხბურთელებს ყველა პოზიციაზე შემოგთავაზებთ, სადაც არსებობს უკეთესი ფეხბურთელები. სადაც არა, შეიძლება მენეჯმენტს ისედაც უნდადეს ამ ხალხის მოშორება, რაც გავიგებთ. როგორც სხვა ეპიზოდებში, 100 მილიონი გექნებათ ისევ, 11 ძირითადი ფეხბურთელი გამოვა, რომელზეც უნდა მითხრათ, ტოვებთ მას გუნდში თუ უშვებთ რაღაც ფასი, რომელიც შეფასებული არის, ის ფული დაგემატებათ იმ 100 მილიონიან ბიუჯეტზე, რომელიც გააქვთ. ერთხელ თამაშის განმავლობაში შეგიძლიათ ვაჭრობის დროს გამინუსდეთ, ანუ ჩახვიდეთ, მაგალითად რაღაცა ვაჭრობა შედგა რომელიღაც ფეხბურთელზე, რაღაც მინუსზე ჩახვიდეთ, მაგრამ მერე პლუსში უნდა ამოხვიდეთ. შემდეგი ზედიზედ ორჯერ ვერ გამინუსდებით. ნელ-ნელა უნდა ამოხვიდეთ პლუსში. თავარია რომ თამაშის ბოლოს მინიმუმ 0 გქონდეთ. თუ მეტი გექნებათ, რაც ვიღაცას მაინც დაგჭებათ ფული, შეუძლებელი მგონია რომ არ დაგჭეთ, ეგ პრობლემა არ არის. ასევე აიღებთ თავიდან მენეჯმენტის კარდებს, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოთ ეგ პირობები, რაც წერია და რამდენიმე ფეხბურთელში ერთხელ ფინანსურ კარდებს მოგცემთ, რომელიც ან მოგაკლებთ, ან დაგაკლებთ, ან მოგაკლებთ, ან მოგიმატებთ ფულს, ორივე შემთხვევაში ნეგატიური თქვი. დანარჩენი მე მგონი მეტაკლებად გასაგები არის. ვინ ხართ ახლა ეს რომ ხალხმაც რომ იცოდეს, გიორგი ლემონჯავა, ალექსანდრე გაბრიჩიძე და ჯუბა გრიგოლია მეგობრებო შეეცდებიან რომ რეალი აქციონ უკეთეს გუნდად. ისეთ გუნდად თქვენი მისია რა არის, რომელიც წელს მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და ესპანეთის ჩემპიონატს, ორივეს და ასევე საფუძველს დაუყრის იმას რომ ეს რეალი იქცეს ისე დომინანტურ ძალად, როგორიც მაგალითად ზინედინ ზიდანის რეალი იყო აი ცოტა ხნის წინ. ამ საუკუნეში ამდენჯერ მოხდა იცი რომ ჩემპიონთა ლიგა პლუს ლა ლიგა მოიგეს? არც ერთხელ. არა. უბრალოდ ორჯერ იყო ეგ. ორჯერ რატო სამჯერ არა? 22-24 17. სამჯერ მაშინ. სამჯერ. ხო, ანუ ცოტა სამჯერ. მეოთხეჯერ უნდა გააკეთოთ. მართალია სამჯერ. მეოთხეჯერ უნდა გააკეთოთ მეგობრებო. ხო და ძალიან ბევრი მიეწყო ბოლო პერიოდში, არ გამოვა ეგ. ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ. უნდა ცადოთ, ორივე უნდა მოიგოთ. მენეჯმენტის ამოცანაა რომ ორივე მოიგოთ და აიღეთ მენეჯმენტის კარდები. მე იმედი მაქვს რომ რამე ძალიან რთული მომიგო, იმიტომ რომ დიდად არავის გაყიდო არ მინდა გუნდიდან. აი, ლევონ, რა არის შენი? მე იმედი მაქვს რომ რამე ძალიან რთული მომიგო. მენეჯმენტის მოთხოვნაა 3 ფეხბურთელი 100+ მილიონად გაყიდო. გასაგებია. 3 ფეხბურთელი 100+ მილიონად. სულ რამდენია ეგეთი რომ 4. ჯო ისე რა გაგშენ? ანუ 4 ვინი 3 როდრიგო არ იქნება, ვინი მბაპე, ფედე ალბათ, ფედე, ბელინგემიდან 3 უნდა გავყიდო. ანუ მბაპეს არ გაყიდეს ალბათ, რა ვიცი. ან შეიძლება მბაპე გაყიდოს და ისე უნდა რომ არ გაყიდეს. შენ? არც მე ვერ მკითხულობ. ბელინგემი არ მინდა ნაკლებად. სულა წერი. ჯერთო გრამატიკული საშინელი შეცდომა არის. გუნდს ასაკისოვანი ფეხბურთელი სურს ეგრე წერი. ასაკოვანი წერია მანდ. ასაკისოვანი წერი. ყველაზე მარტივი ამოგივიდა. 30+ სურს მინიმუმ 30+ ფეხბურთელი უნდა მოიყვანო ერთი. ერთი გუნდში. უნდა მოიყვანო 30+ და რამდენი ვარიანტი მექნება იგიც? საკმაო. პროცესში ნახავ რა. საკმაო. ჩემიც ძალიან რთული არ ჩემი აზრით, იმიტომ რომ რა. ეხლა რო უყურებ მიჭირს წარმოგედგენა, მაგრამ ვეცდები. მენეჯმენტის მოთხოვნაა რომ მეკარის გარდა ყველა გოლში მინიმუმ 1 ახალი ფეხბურთელი მოვიყვანოთ. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მინიმუმ 1 უნდა გაუშვა, ხო? ანუ დაცვა ნახევარდაცვა. და თავდასხმა. That's easy. 4-3 სკამიდან გაშვება ხო ითქვა? არა, არ გეთხრება. ახალი ფეხბურთელი უნდა სკამიდან მოვიყვანო. ვერავის ვერ უშვებს, სკამიდან მარტო ამ. სკამიდან ამოყვანა ხო არ მეთვლება? არა. ხო, ანუ ახალი უნდა მოვიყვანო სკამიდან. ანუ ერთი მცველი უნდა გაუშვა, იმ 3 ნახევარ მცველიდან 1 და 3. უიდე, დაცვას ძალიან რთულია. ძალიან. რომელი უნდა გაუშვა, იმაზე ვფიქრობ და ანუ კურტუაცია არა, მეკარის გარდა. ამ თამაშის ისტორიაში ყველაზე რთული კარდი მომივიდა. კი. თუმცა უამრავი ფული გექნება.
ვიტყოდი რომ მინდა ბარსელონაზე საცავი. პედრი იამალიდან ერთ-ერთი გაყიდა ეგ. ერთ-ერთი მე სამკაცხვიდი. ახალ რეალს ააწყობ. ოხრე. ახალ რეალს ააწყობ. დავიწყოთ. ინტერესოა. მეგობრებო, პირველი ვის გაყიდვასაც მე თქვენ შემოგთავაზებთ არის როდრიგო. მარჯვენა ვინგერი, შეგახსენებთ რომ 4-3-3-ს თამაშობთ. მესმის რომ რეალმა ამ წელს ბევრი სხვადასხვა ფორმაციას სცადა, მაგრამ რაღაცა ერთზე უნდა შევჯერებულიყავი და იყოს 4-3-3. მარჯვენა ვინგერი როდრიგო, რომლის ფასიც არის 90 მილიონი. ჯერ დაფიქრდით და სამ თვლაზე ვინც გაყიდვას აპირებთ, აღმართეთ ჯოხი. ალამი თუ რაც არის მინიშნება. 1, 2 და 3. როდრიგოს ყველანი ყიდით, ეს 90 მილიონი ყველას დაგემატებათ. მოვინიშნო. და როდრიგოს შემთხვევაში არგენტინული ფეხბურთის იმედი ყავს სათადარიგოთა სკამზე, ხო? როდრიგოს შემთხვევაში ეს თქვენი არჩევანი იქნება შემდეგი. რომ ან შეგიძლიათ რომ სკამიდან ამოიყვანოთ ფრანკო მასტა ანტუანო, ოღონდ მანამდე რა თქმა უნდა შეგიძლიათ ივაჭროთ. სკამიდან ყველა შეგიძლიათ ერთი და იგივე ფეხბურთელი ამოიყვანოთ, მაგრამ ერთი და იგივე ფეხბურთელს ვერ იყიდით და მან თუ შეიძლება ვაჭრობა მოგიწიოთ. რადგან სამივე ხართ, ხო, ერთი ცვლილება მაგ წესში მაინც გეტყვით. რომელიმე ფეხბურთელი თუ გაატარეთ, არც ერთმა იყიდეთ, მერე მიბრუნება შეგიძლიათ. მიბრუნება ოღონდ როდესაც იმავე პოზიციაზეა საუბარი. ეხლა რო სულ სამი ვარიანტია, ხო? მიბრუნება პირველი ვარიანტი არის საკა 120 მილიონად. ეხლა რო საკა გაატაროთ სამივემ და მეორეზე გადახვიდეთ. მე შეიძლება თქვათ რომ კაი, საკას მივიყიდეთ. საკა 120 მილიონი. არავის არ გინდათ საკა? არა, არავის არ გვინდა საკა. გასაგებია. დეზირე დუეზე რა სიტყვით 100 მილიონად PSG-დან. აქ ეგრევე ვწევთ. უნდა აწიოს. მე მინდა 100 მილიონად. 100 მილიონად უნდა ჯუბას. კი ბატონო. 100 მილიონად უნდა ჯუბას. 100 მილიონად წავიდა ჯუბასთან. მადლობა. და აქ მექნება დუეს და მასტანტუანოს როტაცია, ხო? შესაბამისად. სკამზე ისევ არის. კი ბატონო. და მესამე ვარიანტია რაჰიმ სტერლინგი 10 მილიონად. ხო, აფრა იქ რასელოს ნიკოპასი. ნიკო პასი ისედაც რა ფასი უნდა დამედო მითხარით. ისედაც რეალისტისაა რა. არ არის რეალის, რეალს ვიცი, ფულის მაგრამ გადახდა. ვიცი, ნიკო პასი არ არის. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ საკას, შეგიძლიათ ამოწიოთ მასტანტუანო. შეგიძლიათ სტერლინგი მოიყვანოთ 10 გუნდში. მილიონად ახლა სტერლინგის გამოცდილების გონე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. თან გაბროს ამოცანას ხო ესრულებს 30. საკაში ვიხდი 120 მილიონი. შენ ხო არ ეწილები? მე მგონი ფრანკოს ამოვწავ. ხო, მაგრამ შენ ისედაც ძალიან ბევრი ფული გექნება და ამას მაინც გააცალო ფული არ გიჩვენია? საკა 120 მილიონი. ხო, არ ვიცი ფეხბურთელი რომელსაც ორი წელია აბსოლუტური რეგრესია აქვს, რეალმა რატომ დაიწყეს? აბსოლუტური რეგრესია. უმეტეს 120 მილიონად ვერ ხვდები. რა აქვს ასა? ანაი რეგრესია. რა სად რა საკეთებს? აი, კითხე ფენტაზიში როგორ წავს ფულებს. არა, არა, რატო აქ რეგრეს ტრავმა გქონდა? დეზირე დუეს და მბაპეს დუეტი ძალიან მომწონს. არ ვიცი ფეხბურთალ რა თქმა უნდა საკაჯობია, მაგრამ რეალში ფრანკო არა ხო, მეცაი ეხცო, ანუ არ მომეწონა უკვე. ანუ უკვე არ მომწონს. შენი გუნდი ხო? ანუ საკა იმიტომ რომ საერთოდ არ მინდა ბუკაიო საკა რეალში ხო, რა თქმა უნდა, ეგ არის მუღამე, რომ საკა არ არის აპგრეიდი როდრიგოსთვის. რა, მეგონა ცოტა ნორმალურ ვარიანტებს შევთავაზე. საკა ცუდი ვარიანტია. რა უნდა შემოითავაზე? ოლისე. ხო, ოლისეს ისე არ არის. ხო, ოლისე. ნიკოპას ამე ველოდი რომ ოლისა ნიკოპასი უეჭველი იქნებოდა. ოლისე ალბათ იმიტომ არ მოიტანეს რომ 2 ფრანგი და ისეთი. დუეს იმიტომ არ ავიყვანო, ამდენი ფრანგი საწავიო გუნდში. რა ვიცი, გაყიდე სხვა ფრანგები. არ მინდა. კი ბატონო. მეორე მეგობრებო ტიბო კურტუა 35 მილიონად თუ გინდათ გაყიდვა კურტუასი. რომელიმე გადარეულს თუ გინდათ რომ მაინც 3-მდე დავითვლი. არა, სოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მაგარეს არ გავყიდე. 1, 2 და 3. ისე დონარუმას მოყვანა შეგეძლოთ უბრალოდ და მამარდაშვილი ან უნაისიანი. არა, მადლობა. გასაგებია. ტიბო კურტუაზეც უარია. ფინანსური კარტები ავიღოთ პირველად, კიდე ესეთი ორჯერ მოგიწევთ. მიდით, შესწუდით. გაბრო დაიწყე. სარეცხის მათეთრებელმა ბრენდმა რეალის ფორმა რეკლამაში გამოიყენა პლუს 5 მილიონი. კი ბატონო. UFC-მ თოფურია მახაჩევის სანტიაგო ბერნაბეუზე დაანონსა პლუს 25 მილიონი. გასაგებია. სამწუხარო მაქვს მე ძალიან. გალაქტიკოს წევრებმა გალაქტიკოსგან ხო თავის დროზე თითქმის ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო რეალმა და ეხაც მარკეტინგულის გარდა ეხაც პრობლემებში გამხვია მოკლედ. გალაქტიკოს წევრებმა ფლორენტინო პერეს მათი სახელის ექსპლუატაციისთვის უჩივლეს -25 მილიონი. სამწუხაროა. ამ მომენტისთვის ლემონას აქვს 215 მილიონი. აი ესე მოგიგეს.
სასამართლო წააგეთ. რამდენი? თქვენ რა რეალურად? ნუ 25 მილიონი და კაია. 215 აქვს ლემონას, 75 გაბროს, 65 აქვს ჯუბას. და შემდეგი მეგობრებო, ვისაც შემოგთავაზებთ, არის მარჯვენა მცველი ალექსანდრ არნოლდი 65 მილიონად შეგიძლიათ გაყიდოთ. დაფიქრდით? და კარვახალი ამოიწევს თუ რამე. შენ 30 პლუსში კარვახალი არ ჩაგეთვლება. იმიტომ რომ უნდა მოიყვანო გუნდში. სადღაც 30 პლუსი. მაინც ამის რაიმ სტერლინგი უნდა მეყიდა ალბათ. არა, არა, იქნება კიდევ არის, ვარიანტები, მაგრამ არ არის გაგეპაროს, ვარიანტები. შეიძლება გაგეპაროს ეგ. 1 2 3. ხოლოდ ლემონა ყიდის და ამიტომ პირდაპირ სამივე ვარიანტს ვეტყვი. Dude. დააცადე ცოტა. ალბათ აშრაფ ჰაკიმს მოიყვანს. აშრაფ ჰაკიმი 100 მილიონად, პედრო პორო 50 მილიონად და ვესლი რომადან 45 მილიონად. ჰაკიმი იყოს. აშრაფ ჰაკიმი 100 მილიონად, კი ბატონო. მშობლიურ კლუბში პრინციპში ალბათ რაც ტრანსფერები იყო ჯერ საუკეთესო არის ეგ. ბიჭო ხო. თუმცა ნუ ტრენტის შემთხვევაში ასათი. რამდენად არის აპგრეიდი არ 170 დაგჭა შენ. თან ტრამვიანი ჰაკიმი. აქ რამიც. იმას რო ყიდი ფული ხო რეალურად მატება. ყოლებას ვერ ვფიქრობ. არ შემი. ანუ 170 მაქვს? 170 აქვს. FIFA-ში კარიერას რო თამაშობ, ანუ სურეალისტურ ტრანსფერებს ვაკეთებ. ანუ ის რაც არ გავაკეთებ, მაგრამ ჰაკიმი არ არის ეგეთი არარეალისტური, რავი, რეალისტური. რეალისტური, იმიტომ რომ კონტრაქტი გაახანძიება და PSG-დან შანსი არა ვინმე გაუშვან რეალში უახლოეს პერიოდში. როგორც ხედავთ გამ. ეს მგონია რომ უკვე ის პოლიტიკა დაიწყო რომ წასვლა ვისაც უნდა ძალით არიტოვებენ როგორც ადრე შვებოდნენ და ჰაკიმის რო რეალში დაბრუნება მოუნდეს წარმოუდგენელი არ წარმოუდგენელი მგონია იმიტომ რომ ტრენდს არ გაუშვებთ რეალი. რა რეალი რეალში არ გაიდის PSG. პირველი 100 ურთიერთობა გვაქვს რეალს და პირველი ყველაფერს იზამენ. 100 მილიონიანზე ძვირი ფეხბურთელი გასაყიდათ მეგობრებო ჯუდ ბელინგემი 180 მილიონად შეგიძლიათ შეელიოთ თუ გესიამოვნებოდ ვიღაცებს მისიები გაქვს შესასრულებელი უბრალოდ მენეჯმენტის ანუ ამას თუ ტოვებ ვინინამ ვინ უნდა გავუშვაო ბელინგემი და როგორ ვერავიშ ვერ ვყიდე. ვინ უნდა მოდიოდეს სავარაუდოდ ვინ უნდა იყოს უკვე ჯან გუნდი უეჭველად უარესი გახდა. ამ ჩემი გუნდი უეჭველად უარესი გახდა. რატო თქვენ იმიტომ რომ არავის გაყიდვა არ მინდა. იმიტომ რომ შენ გონია რომ საუკეთესოები არიან თავენ პოზიციებზე ბიჭო, რავი, ანუ დაცვაში მაქსიმუმ აი მილიტაოს ტრაუმიანობა რო გავითვალისწინო, მაგრამ მილიტაო გაყიდვა არ მინდა, მილიტაოს ამ სკამზე მაინც მინდა რომ იყოს და სკამზე არ არის მილიტაო ხო და სკამზე არ არის მილიტაო და ანუ არაფერი არ გამოდის, ანუ კარერასი მგონია რომ ყველაზე კაი ვარიანტია მარცხამცველზე რეალისტვის, ტრენტი ახლა მოვიდა და რატომ უნდა წავიდეს, ჰაუსენი თან დიდი მოვავალი აქვს, მილიტაო როცა ფორმაშია და აი, ზღაპარი არ უსმენ. სასწაული ფეხბურთელია. არა აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმავ აი, მე დავალება მაქვს უბრალოდ შესასრულებელი 1 2 და 3 ბელინგემი გაიყიდა ბელინგემის მაგივრად მე ესეთი შემოთავაზება მაქვს რომ ზოგადად ვინ იქნება ახლა პირველი რაც ხდება რომ რამდენი მეორდება გავაკეთე 180 მილიონი უამრავი მილიონი გაქვს 360 ხო 350 გაქვს ამ წუთს 350 ეხლა რა ხდება ბელინგემის გუნდიდან წასვლა გამოიწვია ერთადერთმა რამ ამ შემთხვევაში თუ შენ ყიდი რომ განმეორდა ფიგუ 2 кейსი და პედრი მოდის შენთან თუ გინდა 240 მილიონად ძალიან ძვირი ჯდება იმიტომ რომ უბრალოდ სასწაული გარიგება მოხდა მეორე არის კონკურენტები ხო არ მყავს არა გეტყვის მეორეს ჯამალ მუსიალა 120 მილიონი და ბრუნო ფერნანდეში 50 თუ გინდა ჯამალ მუსიალა ვინ მოიფიქრა რომ ცენტრალურ ნახევარდაცვაში იყოს რუიანზე აქედან ათამაშებენ ბიჭები როგორც შენ მოუფიქრე ხალხს მილანი და ატირე ეგრე მოგიფიქრე შენც მე მოუფიქრე რაც იტირეს კი შენ თუ მოფიქრე სილაგა მოიფიქრა სილაგაც ჩართული იყო მოკითხვა აქედან სილაგას მაგრამ ბელინგემი თუ მიდის აბა ვინ უნდა ბარელა ალბათ პედრი ბარელა ბიჭო რავი რამდენი ცენტრალური ნახევარმცველია მაკალისტერი რავი აი რა მაკალისტერი რა სებაიოს ვაუ ამ ადამიანს ვეზიზღები ოკეი კაი პედრი თუ მუსიალა სებაიოს მუსიალა რამდენად იყო 120-ად არა 120 იყო მუსიალა რომ აი მე არ ვიცი პედრი ხო არ მოიყვანო წარმოიდგინე რა ძალიან კარგი ამბავი იქნება წარმოგიდგენია ტაფსონა მაგის გაოფიციალურებისას ხო კაია ის ვიდეოს ორი ვერსია იქნება ხეთ მესიზე რო ტირის აქ რო ამოანათოთ თუ შეიძლება მაგრად არა გასა მაგას ვერავინ ვერ ნახავს ამ ვიდეოს ვინ ვიჩკოვი? პედრი პედრი 240 მილიონი ხო არ მაგნები დამრჩა ასათი გაისროლა თოპში ფული თოპში ჩატო და გაისროლა პედრიო იმას ბარსელონა გამოვიდეს ბოლოს შეიძლება მეგობრებო ფორვარდ
თუ გინდათ ვინმე გაყიდოთ. კილიან მბაპეს გთავაზობთ 250 მილიონად. შენ არ ხელი რა თქმა მოკიდე მაგას. კილიან მბაპეს ვერ გავ. 1, 2 და 3. ლეონ გაყიდით კილიან მბაპეს. გეტყვით. მბაპე რო გავყიდო. ალბათ ჰოლანდი იქნება თუ ჩემი სიკვდილი არ უნდა წამყვანს. და ვინი რო გავყიდო ვერ წარმომიდგენია იქით ვინ შეიძლება რომ ჰოლანდის მოყვანა როგორი სასარგებლოც იქნება ეგეთი რო იყოს. რა თქმა უნდა ჰოლანდი შეგიძლია მოიყვანა 230 მილიონად. ასევე მბაპე რამდენად გავყიდო? 250. ასევე გაბროს რაც აწყობდა ჰარი კეინი შეგიძლია 75 მილიონად მოიყვანო. რა თქმა უნდა მესმის რომ ახლა მბაპესში არ გაცვლიდი არასოდეს კეინს და რიშარილსონი 30 მილიონი. თან 30 პლუსიან თუ არ და იქიდან გონსალო გარსია ამომყავს. გონსალო გარსია. ჰალანდი რა ნელა უნდა გაუშვა ვიღაცა. ჩამშლაზე ხო არ მოიყვანა 30 პლუს კაცთან. არ ვიცი, არ რაღაც ვიზა. ჰოლანდი ვინისიუსი მასთან ტუონო ხო? ურის ხანის ხვალდი გამოვიყვანე. მანდ ერთი კარდი რომელიღაცა ვინის ბიჭო, ვინის მაგიურად ჰალანდისნაირი ვინ შეიძლება რომ მოვიდეს პროსტო. ანუ ვინისიუსი არ არსებობს. ანუ ჰალანდი ვინი ხო უკეთესი დუეტი იქნება ვიდრე მბაპე და ნებისმიერი სხვა ნებისმიერი სხვა ყველა ვარიანტი. ან გონია საერთოდ სოფლიოში მაგაზე ძლიერ დუეტი არსებობდეს. ვინისიუსი ჰალანდი რაც. და მაგიტო რომ ბელინგემის ადგილასაც პედრი ახლა უკეთესია ვიდრე ვინის მაგიურად ვინმე არ ვიცი. მაგლიკას წავყევი მხოლოდ. ვინც ეგრე დუეტი რა ორი ვარიანტი ალბათ ნორმალური რომელიც რეალის დონეზე შეიძლება გაკაჩოს წყალებში. და ჰალანდის და პედრის დონე ერთ-ერთი არ არის. მეორე ფინანსური კარტები. აიღეთ თუ შეიძლება. მოკიდეთ ხელი, ნუ ღელავთ. ჩემპიონთა ლიგის თასების გაპრიალება გაძვირდა -15 მილიონი. -15 ან მილიონი. თითოთაზე თითო მილიონი რა. ხო, ეგრე ჯდება. ვიცი მეც. ბევრი რო გაქვს. არა ხო რასისა. თორე ხა ბარსელონა რო იყო 6 მილიონი გექნება. სულ ჩვენიანებთან რატო გვაჩხოვებთ? რაულმა მოუგო სასამართლო ეხა კლუბს. და 5 მორალური ზიანის ანაზღაურების. ჯოზემ რო გააგდო. შენს არ გავგდი. მოგონილი ამბავი. შენ წავიდა. ეგ ატყუით. თვითონ რო წავიდა მაგიტომ ან გიჩვენე. გუტის და აგერდა 5 რაულზე მილიონი. არის აბსოლუტურად დილეტანტური. ამ კარტებზე კასილასზე არაფერზე არ ამ არის. კარტებზე უბრალოდ სკამზე არ რაც დაჭერა. არის მოგონილი. ასას ეს არის კონფლიქტი ის მართლა ქონდა და. კასილას მართლა ქონა რაულს კონფლიქტი. კარზე არ უნდა და მოუგო. ნამდვილად რეალურია. რო სასამართლო მოიგო. ჩემი აზრით ძალიან რეალურია. ფაქტია. რეალური კარდებია, იმიტომ რომ ჩემიც ძალიან რეალური არის. კონგოში რეალის კომაგზე გადაღებულმა არტ ჰაუს ფილმმა კანის კინოფესტივალი მოიგო. პლუს 14 მილიონი. 14? 15 მილიონი. კი ბატონო. 80 მილიონი. ამ მომენტისთვის 125 აქვს ლემონას, 60 გაბროს და 80 ჯუბას. შემდეგი მეგობრებო, ვისაც შემოგთავაზებთ, პირველი ცენტრალური მცველი არის თუ გინდათ ჰაუსენი გავუშვით 90 მილიონად. 1, 2, ხო, რუდიგერს ამოწევთ რამე რო იყოს. 1, 2 და 3. ჯუბა გავუშვა ჰაუსენი. მე ის დავალება მაქვს რომ თითო იმ რგოლიდან ერთი უნდა გავუშვა და მილიტაოს არ გავუშვა, იმიტომ რომ მგონია რომ ჩვენი საუკეთესო ცენტრალური მცველია. კი ბატონო, მაშინ პირდაპირ გეტყვი 3. ვერ ხვდები აპგრეიდი რა უნდა იყოს მარცხენა მცველად, ამიტომ მომიწია რომ ჰაუსენი გავუშვა. ჯუბა შენი არჩევანია მაგალაესი, ვანდევენი და ვანდაიკი. ფასი? თუ ყველა ო 70 მილიონი პირველი ორი ოკეი. და 30-ად ვანდაიკი შეგიძლია მოიყვანო. მაგალაესი ხო მარცხენიდან თამაშობს. ყველა მარცხენა თამაშობს. ეს უნდა იყოს. შენ გიწერი. მე როგორც ხო ვიცი სპირტი დავწერ. მე როგორც პენტაკამპეონის დიდი კომაგი და მათ შორის ერთ-ერთი ისეთი ტურნირია, რომელიც მინდა რომ ნახო ჩემი თვალით დასრულდა საკში, რომ ჩემი ფავორიტმა გუნდმა მოიგოს. არის ბრაზილია. ამიტომ მინდა რომ ბრაზილიასაც ხელი შეუწყო, თან რეალსაც და მინდა რომ ბრაზილიური ცენტრალური დაცვის დუეტი იყოს რეალში, რომელიც მერე წლების განმავლობაში ასევე ბრაზილიის ნაკრების ერთად შემადგენლობაში იდგება. ამიტომ გაბრიელ მაგალიაეს ავიმატებ. მიუხედავად იმისა, რომ მიკი ვანდევენი ძალიან მაგარი მცველია, ამ შემთხვევაში მილიტაო მაგალიაესის აურას და ქიმია მგონია, რომ ბევრ წარმატებას მოუტანს რეალს. კი ბატონო. და ასევე ისწავლოს რეალმა. ასევე ვიტყოდი, რომ ვანდაიქს არასდროს არ მოვიყვანდი რეალში. არც ეხლა და არც 5 წლის წინ და არასდროს. გასაგებია, ძალიან დიდ პოპულარობას და პოზიტიურ გამოხმაურებას დაიმსახურებს ეს კომენტარი ყველგან. ვატყავთ იერა და. კი, ყველანი ხვდებით. და მაგალითად ვანდაიკი სადაც არის, იქიდანაც გასაშვებია ჩემი აზრით. მეცაც გეტყვით. ამ სეზონით თუ კარიერით? არა, ამ სეზონით თორე კარიერით რა თქმა უნდა ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო მცველია. მაინც უბრალოდ გადაგაზღვიერო კომენტარებში კიდე. არა, იგი მაგდენა და რა დებატორიც არ ვარ მეგობრებო. ჩამშლელი. მეგობრებო. ჩუამენი 90 მილიონი, კაი ფასი.
თუ გინდათ. ბიჭო, ცოტა რომ ვიფიქროთ შეიძლება. გავრისკავ რა. ჯერ არა, უნდა თქვას 1 1 2 და 3. არა, რაღაც ერთ წამი გავიფიქრო შეიძლება. შენ ნახევარდაცვიდან კაცი. ხო, მე კაცი იყოს გასაშვები, ახლა ჩუამენი თუ არ გავუშვი, მე აუცილებლად უნდა გავუშვა ფედევალვერტი. და უბრალოდ ვერ ხვდები ფედესთან უფრო კარგი აპგრეიდები მექნება თუ ჩუამენის აპგრეიდი ვინ არის ანუ ჩამშლელზე? ვიტინია? თუ 1 2 3. ორივე ყიდი ჩუამენის. პირველი ვისაც გთავაზობთ არის კაისედო 120 მილიონად. ვატარებთ, გასაგებია თქვენი ხო შემიძლია რომ მოუბრუნდე მე. რა თქმა უნდა, ერთ წამით უბრალოდ ჩავიწერო, რომ აქ ჩუამენი 90 გავიდე თუ რამდენად? ჩუამენი 90-ად. კაისედო 120-ად, ხო? კი. ის კაისედო ხო, კარგი ვარიანტია. მეორე ვარიანტი არის სუბიმენდი 80 მილიონად. სუბიმენდი 80 მილიონად? ზვერია. და მესამეა იოზუა კიმიხი 60 მილიონად. გაბროს 20 პლუსი ჭირდება და აგერ კიმიხი შეუძლია მოიყვანოს. 60 მილიონად კიმიხი. და დამრჩა გასაკეთე ვინისიუსი, ფედე, კარერასი და მილიტაო. ხო, მაშინ მე წავიყვან მოისეს შეიძლება დავამთავრე. კაისედო, ხო? კარგად იყავით. კი, კაისედოს წავიყვან მე და ისე მეყოლება კაისედო და კამავინგა. და მგონია რომ მაგალაესი მილიტაოს დუეტი იმდანაც ძლიერია რომ კაისედოს მობილურობა ბევრად უფრო მეც მიცემს. ხა -20-ში ამწუთა. ჩუამენი ამ შემთხვევაში. მე აწევს ზივარ უბრალოდ. არავის გაყიდოს არაპირებ? ბიჭო, მე მგონი არა. იქნებ მოგინდეს მაინც. კაი, მეგობრებო, მოვსინჯოთ. ვინისიუსი. ფასი 150 მილიონი. ეგრე გაიოფ და ვინი? ანუ აქ არ მითვალისწინებთ რომ ჩაბი ალონსოს გაშვება უნდა ვინისიუსის და რაღაცეების არ აი თვალისწინეთ, თუ გინდათ მაგიტომა ფასი დაბალი. 150 მილიონი. ახლა ინფორმაციის ცვლილებას რომ თავაზობ და კი ბატონო, მარცხენა ვინგერი ვინიზე უკეთესი არ არსებობს. გადმოიყვანდი აქეთ იმას როდრიგოს, ხო? არა 4-4-ად გადავეწყო. 4-4-ად. არა, სხვა 3-5-2 ან რამის. უბრალოდ ეხა 4-2-2-2. აი ამდენი ცვლილება რომ მოცეთ რამდენი შესაძლო ვარიანტი კვარაცხელია. არა შეიყვანდა უეჭველი ქართველი აუდიტორია რაღაცა. მეტი არ ვიცი. 1 2 3. ვინი გაიყიდა? კვარაზე რა თქმა უნდა მართლა ხარ. ასევე კენან ილდიზია 80 მილიონად და გარნაჩო 40 მილიონად. და ბრაიმ დია 60. ბრაიმ დიაზე ხო ამომყავს რა? რა თქი? კვარაცხელი რა ღირს? კვარა 100. მე ვყიდულობ ხუჩა კვარაცხელიას. და მგონია რომ ის მომაკვდინებელი დუეტი რაც მათ შექმნეს ფლანგებზე დეზირე დუესა და ესეთი გათვლა ჯერ არ. დეზირე დუე და კვარაცხელიან პარი სენ-ჟერმენში წინვალედ იმუშავებს მადრიდის რეალში და ბაპესთან. ეს უგულ შევატკირო დუე კვარას ფლანგები და ისა. არა, ნუ მრჩევნია ეგრე რა გინდა შენ? 150 მილიონი ზვირია ჩაბი ალონსო მგონია რომ სიტუაცია გუნდში დაალაგდება. კვარაცხელი არის ფეხბურთელი რომელსაც არ ეთაკილება არაფრის გაკეთება მოედანზე. საშემსრულებლო სტატობა და ასე შემდეგ არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ აკლია და ამ გუნდისთვის აპგრეიდი მგონია კვარაცხელია მიუხედავად იმისა რომ ამ წუთასაც და ზოგადად კარიერულად ვინისიუს უკეთეს ფეხბურთელი მგონია. ჩაბის შეიძლება კვარა უკეთესი იყოს. მარცხენა მცველი. ხო, ანუ გუნდისთვისაც ეგრე მგონია. ლეუს 50 მილიონი ვიშოვე თან. კარერასი 70 მილიონად. ანუ შენ ფიქრობ რომ კარერასის აპგრეიდი არ არსებობს? მე ვფიქრობ რომ ძალიან მომწონს რომ ესპანელი თამაშობს რეალში. ძალიან კაი ტიპია. და ვერც თამაში ვერ ვაკადრებ მაგ ტიპს გაიდოს. როგორც გეუბნები, ამას ვეუბნები წერან FIFA-ს კარიერას რო თამაშობ. ანუ ხო არსებობენ ხა კარიერასზე მაღალი რენკდ ფეხბურთელები რა, FIFA-ში თუნდაც. არ გავყიდი. მირჩევნია ვიწვალო, რეალისტური სურათი მქონდეს, ვაი რეალობის შეგრძნება მქონდეს და ეგრე გავაგდო აქაც. 1 2 3. კარიერასი აგერ ჯუბამ ძალიან მშვიდად გაყიდა და ფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება. იმიტომ რომ სამი ვარიანტი რომელსაც მის ნაცვლად თავაზობ არის ნუნო მენდეში კი ბატონო 120 მილიონად. აი ამას ველოდება. კალაფიორი 60 მილიონად. პარი სენ-ჟერმენი უყავს. და ნიკო ორაილი შეგიძლია სიტიდან 45 მილიონად წამოიყვანო. კალაფიორი 60 მილიონად? კი. აი ხა ნახე კიდე ერთი რაღაცა. მენდეში კი კაია. მენდეში ჯობია მარტო მანდეთან რეალურად. ამ ეტაპზე რა ვიცი. კალაფიორი მე მგონი მაინც ჯობია. არა მგონია რომ ეგრეთი სხვაობა იყოს. კალაფიორი სამცველიანს რო თამაშობდეს რეალი კი ბატონო. ხო, მაგრამ მოქნილობას მეცმაზებს კალაფიორი. რატო 20 ცველიანს რატო არ თამაშობს? მენდეში საპრობლემო. პორტუგალიელები აღარ მოხავს რეალს. გასაგებია, ეგრე ქართველსაც არასდროს არ უთამაშია. მენეჯმენტი თქვენ ჩაგაბარეს, ბიჭო. მართლა აკეთებთ ამ ტრანსფერებს. ვიცი, თქვენ ჩაგაბარეს მენეჯმენტი. თქვენ. მიუხედავად ჩემ დიდი პატივისცემისა.
კალაფიორისადმიც და ნიკო რაილი რეალში აიოს მე აწარმოებდი. ნუნო მენდეშის ნუნო მენდეში მინდა, იმიტომ რომ სოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი არის და -20 მილიონზე ხარ იცოდე. რამდენზე ვარ? -20-ზე თუ ნუნუს. ნუნო მენდეში თუ ვიყიდე -20 მილიონზე ვარ. და ვიღაცის გაყიდვა მოგიწევს. შეგეცვალა ხა. და იაფის ამოყვანა. სხვა ვარიანტი არ ქვა. როგორც ჩუამინის კი არ გავყიდი, კი მიგ. იმიტომ რომ ამ წუთას გაკ 100 მილიონი. კაისა. კარიერას ხო გავყიდე? Why not? აი ეს გაყიდვით გაკ 100 მილიონი. ანუ წეხან 50 მილიონი მოვიგე ვინისიუსით. კი, და მინუსიდან ამოხვედი. მინუსში ვიყავი? კი, აბა რა შეიყავი? მინუსში რატო ვიყავი? იმიტომ ვიყავი მინუსში, რომ კაისე დაიყიდე. ხო მე პრინციპში ძალიან რისხანეს ის მაგ პოლიტიკა. მაგრამ ფინანსური კარდებიც ხო ამას რაც არ აწყობს არ ითვლის. არა, ფინანსური კარდებიც ხო არის, -25 მილიონი მაკლდა უბრალოდ ფინანსური კარტის და მაგან ამრია. კი ბატონო, მითხარ. ეხა მაქვს ანუ რამდენი მილიონი? ამ წუთას შენ გაკ 100 მილიონი. და 120 მილიონი ღირს მენდეში კი ბატონო 60 კალაფიორი, 45 ნიკო ორაილი. თუ კიდე გინდა ვინმეს გაყიდვა, ფინანსური კარდები რო ეხა არის და დარჩენილი არის ფედე ან მილიტაოდან ერთ-ერთი უნდა გავყიდო თუ +20 მილიონი არა ვიღი. კი ბატონო. არა, ყველაფერი ძალიან ბევრი რამე შევცვალე ამ გუნდში. და მგონია რომ არც ერთ შემთხვევაში გუნდის ამ შემთხვევაში სული მოედანზე და კაპიტანი ვინც უნდა იყოს ელოდიან პერსპექტივაში რეალში ფედე არ უნდა გავყიდო. შესაბამისად, სოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველზე ვიტყვი უარს და უფრო მშვიდად ვითამაშებ და ამოვიყვან კალაფიორის, რომელიც დაცვის ხაში ბევრად დიდ მოქნილობას მაძლევს. მას შორის შეუძლია ცენტრალური მცველის პოზიციის დაფარვა და ამასთან ერთად მარცხენა მცველის პოზიციაზე ფრან გარსია და და გაბრო გაგიჟებს, თორე 4 წელიანში თამაშობს არსენალში. კი, არა, და თან მენდი და ფერლან მენდი და გავობდი თორე ვიცი. ფერლან მენდი წელიანში რო თამაშობს. ფერლან მენდი და ის ყავს, რა ქვია, ფრან გარსია და ყავს კიდე კაი ვარიანტები მარცხენა მცველზე. სანამ მეგობრებო დარჩენილ ორ ფეხბურთელზე გადავალთ, ბოლო финансური კარგი. +20 მილიონი რო ამოვიღო ძალიან მეწყენება. მეტი. აი, სუმი ავიღე პირველი. მე ავიღე წერან მიდი აზე და. ვინ აიწევს? ახალ სტადიონზე ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ კლუბი ელექტროენერგიას საავადმყოფოდან იპარავდა. -100 სანიტასიდან? არაფერში ხო. ეგრეთ წოდებული Coca-Cola-ს საახალწლო კლიპში პერესმა Santa Claus-ი ითამაშა +5 მილიონი. აუ, როგორი წარმოუდგენელია პერესს Santa Claus-ს სულს. რა იყო წარმოსადგენი აქამდე რა. აი, ეს არის წარმოუდგენელი. კარდებზე რა წერია, ყველაფერი არის რეალობა. კიდევ ერთხელ ვიგონებთ რაღაცა. ეს არის წარმოუდგენელი, ჩემი აზრით ძალიან რეალურიც არის. მესის ინდოეთში ვიზიტის შემდეგ გაწმილებულმა ინდოელმა გულშემატკივრებმა რეალის მაისურები მასიურად იყიდეს. +10 მილიონი. ანუ რეალის ფანი გახდა მთელი. +10 კი გამოვა. ხო, +10 მილიონი. ფული მაინც რო იცოდეთ 115 აქვს ლემონას, 95 გაბროს და 50-ს 50. 50. ამით მორჩა ხო ეს ფინანსური კარდები. всё. ფინანსური კარდები მორჩა და გადავიდეთ მეგობრებო ცენტრალურ მცველ მეორეზე ედერ მილიტაოზე, რომელსაც 50 მილიონად თუ გესიამოვნებად გაყიდეთ. მე მომწონს შემეგუნდა და მგონი აწე არაფერს ხავს. მოდი ხა გავყიდი. ედერ მილიტაოს გაყიდე. დავით გავერთობი ვინც ამიღებენ. აი, ერთობი და რასთან. სამი ვარიანტი. სალიბა ო, 100 მილიონად, უპამეკანო 60 მილიონად და კონატე 45 მილიონად. ამოვსალი. სალიბა 100 მილიონად. არ არის ვითომ გაძლიერება რეალის? არა მგონია რომ სალიბა მილიტაოს გაყიდე. არა ფაქტი. იმიტომ რომ ძალიან მაღალი დაცვის ხაზი თამაშობს. აგიჟებთ ანუ მაგრამ შეიძლება სალიბა ზოგადად უკეთესი მცველია. მარს ეგ მგონია. არა, იქ მე. ტრავმები რომ არა, ანუ ფეხბურთელად მილიტაო წარმოუდგენელ ფეხბურთელად. აი ხა ის სალიბა არის საუკეთესო მცველი. რომ დამიბრუნო. ხო, მაგრამ არ გონია რომ მორჩა მილიტაოს რამიანობა, აწი რა უნდა გაიწო. რავი, ხა მიიღო ტრავმა კი. ეგ მაგას ვფიქრობდი სანამ ბოლოს გაიწვია კიდე. რომ მეთქი მორჩა და აწი იქნება საუკეთესო. ხო, მაგრამ მე ბრაზილიური ცენტრალური დაცვის დუეტი მომწონს. სალიბა საუკეთესო მცველია ახლა ცენტრალური. არა, გაბრიელ მაგალიასია საუკეთესო ცენტრალური მცველი. მე არის თანხმები. აბა ვისე მეთანხმები ვინ არის? არ ვიცი, მაგრამ სალიბა არ არის. ბასტონი მირჩევნი. იოშკო? ბასტონი ბარსელონაში. ბასტონიაში ბარსელონაში მიდის უძახიან. სამწოლიანში არ დგას ბასტონი? მე 20 წელიწადში თამაში თავისუფლად. ძალიან გრძელი არ ანუ არის. ამოწეული დაცვის ხაზი პრობლემად მიქციე, მაგრამ 4-დან 3 კაციანი პრობლემა არ არის. ბიჭო, არ არის პრობლემა იქ ყოველთვის სამ რას ნიშნავს? ყველასთვის არც მე არ ვიცი რომ სალიბასის პრობლემა იქნება რეალში თამაში. მე საერთოდ არ მგონია რომ პრობლემა ბიჭო, იქნება. არა, ნახე მილიტაო არის აქ გადამსხვევი რა, ანუ ჰაუსენი თუ ყავს, ჰაუსენი რომელიც მეპასია და უფრო მაგაზე არის ფოკუსირებული, უნდა ყავდეს მეორე ჯანი და მორბენალი. სალიბა. სალიბა ტრეკინგბექში არ არის ეგეთი ძლიერი. ერთ-ერთი მინუსი შეიძლება კონდეს ტიპს და ეგ არის. და ანუ მაგიტო სალიბა არ არის. ამნუციც არა აქვს მაგალია ეს. მაგრამ ეს აქვს. კარგი, და ბოლო ფეხბურთელი მეგობრებო, მაგრამ მაგალია ეს მილიტაო. ფედე ვალვერდე. რომელიც ან მაგალია ეს გასაყიდი მილიტაო და უკეთესი იმიტომ, რომ როლი მისიაში დაწვდით მგონია რეალურად ვიდრე შენაწყავს.
ვალვერდე 1, 2 და 3 ლემონა ყიდის რომ თავისი მისია შეასრულოს 100 მილიონად და რამდენი აქვს ფული რომ ყველა მოგდის 225 მილიონი გაქვს და შესაბამისად ჟოაო ნევეში შეგიძლია მოიყვანო 100-ად, ენცო ფერნანდესი შეგიძლია მოიყვანო 90-ად და აიო ბუადი შეგიძლია მოიყვანო 60-ად ლილიდან თუ გინდა რომ ახალგაზრდა და გაზარდო და ნამდვილი რეალი სახე აჩვენო რომელიც არასდროს ქონია. იოზუაკი მიხე 30 წლისაა. ან არ დაამოწია უბრალოდ. 95-იანი. ჟოო ნევეშ სუიდი. ჟოაო ნევეში 100 მილიონად. ანუ შენი დაცვის ცენტრი გაიჩნდა პედრი, ჩუამენი და ჟოაო ნევესი, ხო? ბარსელონა გავხდი. არა. თუ შეიძლება გუნდები წარვადგინოთ ლემონაბა შენ გუნდი. მე კარში მყავს ტიბო კორტუა, მარცხნივ კარერასი, მილიტაო, ჰიუსაინ დატოვებული მყავს, მარჯვნივ ჰაკიმი მოვიყვანე ტრენტის მაგივრად. ნახევარდozაში ჩუამენი ნევეში პედრი არის ალბათ ერთ-ერთი ჩემი არგუმენტი, რითი შემიძლია ვთქვა, რომ მოგების შანსი მაქვს ამ სამეულს, იმიტომ რომ ჩვენ რო ბარსელონადან პედრი წამოვიყვანოთ, ეს ნიშნავს, რომ 5 წელი ბარსელონა ტიტულს ვეღარ იგებს. არა, შეიძლება საერთოდ ვერ მით უმეტეს ჩემი საუკეთესო აშკარად. ფიგურს არა, თუ არა, ბევრად მეორდება. ჯობია. ლემონას ყველაზე კაი გუნდი ყავს. ყველაზე კაი გუნდი ყავს, მაგრამ ყველაზე კაი რეალი მყავს. ეგ რეალი, რავი, ხან რომ რა ფეხბურთელებითა და ხან რა ფეხბურთელებით. რატომ აგიჟებთ ხოლმე? იდენტობა არა აქვს. არა აქვს. აქვს. ეგეთი არა აქვს, რომელიც აი რაღაც ფეხბურთელზე შეიძლება თქვა, რომ ეს რეალში ვერ ითამაშებს. ხასიათი ტიპაჟით უფრო არის ეგ იდენტობა. ეგ ხასიათი რეალში უყალიბდებათ, ბიჭო. არა, ჯუდ ბელინგემი რეალამდე ჯუდ ბელინგემი იყო. და მბაპე და კროუსიც. და კროუსი. მერე, ფლანგები? პრინციპში ბენზემაც. ერთხელ ეს ყავს ვინისიუსი, მეორე მხარეს ფრანკო. ეს არ მომწონს, მაგრამ მომიწია. წინ ყავს ჰალანდი. თქვა ხოლმე მე. ხო, თორე ფრანკო ისე ჟღერს. პირიქით სახელით უნდა მასტანტუანო. თორე უფრო მრისხან ეძღერს მასტანტუანოთი ვერსიაში და ფორვარდად ყავს? ფორვარდ ყავს ჰალანდი. ეგეც მგონია რომ ძალიან დიდი პლუსია ამ გუნდში. კი. ვინის რომი აქვს ბურთი ჰალანდამდე, რავი. ვინის კმაყოფილი იქნება ჩემი აზრით. კი. გაბრო. შევე როგორც მბაპე იქნება კმაყოფილი კვარაცხელია. ტიბო, ტრენტი, სალიბა, ჰაუსენი, კარერასი, კიმიხი. ნელა რაკჭის და კარიდან მიყევი. ტიბო კურტუა დავტოვე მე კარედ არ შევცვალე, იმიტომ რომ რატომ? ტრენტ ალექსანდერ არნოლდი დავტოვე, იმიტომ რომ კარვახალთან ერთად მინდა რომ ეს რაც ტრავმირებული დუეტი იყოს და ერთმანეთი ტრავმებით ცვალონ, რომ კარვახალსაც გქონდეს სათამაშო დრო, აი ხმოვიგონე ეს მიზეზი. სალიბათი შევცვალე მილიტაო, იმიტომ რომ უბრალოდ მომბეს და ესე ჯდომა. ჰაუსენი დავტოვე შემადგენლობაში, იმიტომ რომ აი მაგ დროს ეგეთი მოგებეზრებულიც არ ქონდა, ეგ რო იყიდებოდა. ოკეი. და ჰაუსენთან ძალიან მიყვარს. ფორმა ვიყიდე ჰაუსენის რაღაც. ხო, მაგრამ ეს პერიოდი აქვს ბოლო მომავალი კაპიტანი უნდა გახდეს რეალის. კიმიხი ვიყიდე ჩუამენის მაგივრად, იმიტომ დამაძალეს. ფედე ვალვერდეს მე ხელს ვერ მოვკიდებ და ჯერა რომ არის პატარა შანსი რომ ძველი ფედე ვალვერდე დაბრუნდეს და მე ამ ხავს ჩავეჭიდები და თან ურუგვაელი რეალში რაღაც კაი არის. კი. ამაზია. ჯუდ ბელინგემია სად უნდა გამიშვა, როგორ ვიკადრებდი მაგას. როდრიგო გაუშვი, იმიტომ რომ სხვა ვარიანტები მეკონა რომ იქ დამხდებოდა შემრჩა საკა. ბაპე თავის ადგილზეა, ვინის თავის ადგილზეა. და ჩემი გუნდი არის ჯუბაზე უკეთესი, მაგრამ ლემონაზე ცუდი. აბსოლუტური სისულელე გააჟღერა ამ წუთას გაბრუნდა ვეცდები ახსნა თუ რატომ. ჯერ ერთი ჩვენი ამოცანა იყო, როგორც ჩვენ მენეჯერებს ეგრეთ ჩამოგვეყალიბებია გუნდი და იმ ამოცანებს რა ამოცანებიც ნიკამ გააჟღერა, პასუხობდეს. აქედან გამომდინარე, სოფლიოს საუკეთესო მეკარე ტიბო კურტუა დარჩა ჩემს გუნდში, თუმცა ორი ცვლილება მაქვს დაცვის ხაზში, ერთი არის მოვიყვანე კალაფიორი კარერასის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი სანდომიანი ლამაზი ბიჭი არის კარერას და შენს გონია რომ რეალის ლეგენდა გახდება და კაპიტანი. კალაფიორის ზუსტ იგივე სატოვით მაღალი ლამაზი სანდომიანი ბიჭი. არა, შენ მარტო მაგითო მოგწონს სავარაუდოდ. არა, კაი ტიპი არის რა. მახინჯი რო იყოს, და რეალის გაზრდილია. რეალის აღზრდილია. ტერანოა დალეცა. მილიტაო და მაგალიასის ცენტრალური დაცვის დუეტი, რომელიც ბრაზილიური დუეტია და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გონია რომ ჩინებულ ქიმია შექმნიან აქაც და მათ შორის ნაკრებში კარლო ანჩელოტისგან. ტრენტი და კალაფიორის მოყვანის ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო, რომ ტრენტი უფრო შემტევი მცველია, ხშირად ჩაერთვება შეტევაში, ხშირად აღმოჩნდება შეიძლება კაისადოსთან წყულში ჩამშლელი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და კალაფიორი იქნება მისი დამზღვევი, როდესაც შეიძლება ბურთის მოძრაობისას გუნდი გადაიწყოს სამცველიან ტაქტიკაზე, რაც ჩაბი ალონსოს ასე ძალიან კარგად უყვარს. და აქითა ფლანგზე მოკლედ დავამატეთ დუე
ვინგერად, ცენტრში ფედე, კაისედო და ბელინგემი, ჩუამენი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია დღევანდელ რეალში, თუმცა ამოცანა მქონდა რომ ერთი ფეხბურთელი მაინც უნდა გამეშვა და ეგ იყო ძირითადი მიზეზი რატომაც გაუშვი და მაგალესის და მილიტაოს წინ მგონია რომ კაისედოსნაირი მობილური ჩამშლელი ნახევარმცველი უფრო კარგი იქნება ამ რეალისტვის და ასევე ჩაბი ალონსოსთვის ვიდრე მაგალითად ჩუამენი იყო და ეს ტრიო მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტრიო იქნება ფეხბურთში. ფლანგებზე რა თქმა უნდა მე ვარ მენეჯერი ამ გუნდის და ჩემ ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე და ქართველი მინდა რომ ითამაშოდეს სოფლის საუკეთესო გუნდში, მოვიყვანე ხუჩა კვარაცხელია და დუე, რომელიც დამტკიცებული, დასაბუთებული, წარმატებული ფეხბურთელები არიან და ამას დაამტკიცეს პარი სენ-ჟერმენში და მგონია რომ ბაპესთან შექმნიან წარმოუდგენელ ტრიოს და ვერაფრის დიდებით ვერ დავეთანხმები ვერც გაბროს და ვერც ლემონას რომ ჩემი გუნდი იმოცემულობით რომ ჩვენ მყავს ასევე წვრთნელად ჩაბი ალონსო რომელიც არის ძალიან მოქნილი წვრთნელი შეუძლია ბევრი სხვადასხვა ფორმაციის ათვისება მგონია რომ ამ გუნდისგან შექმნის ისეთ ძალას რომლის დამარცხებაც ევროპულ სარბიელზე და ასევე ესპანეთში შეუძლებელი იქნება დიდი მადლობა და დანარჩენს გულშემატკივრები კომენტარებშიც მე გულშემატკივრებს თხოვობ რომ რომელი რეალი მოსწონთ და უნდა დელ ბოსკეს რა თქმა უნდა კვარაცხელიანი რეალი ამ მოცემულობაში რომელი რეალი უნდათ რომ იხილონ დაწერონ რომ აი ეს მინდა რომ იყოს რეალი ეს შეუძლია გააკეთო როგორც რეალის კომაგებს ასევე ბარსელონას კომაგებს რომ ანუ მინდა რომ იყოს რეალიზე ჩემს არავინ არ აირჩევს ალბათ იმიტომ რომ მბაპე და ჯუდი გაუშვიდა ხო მაგრამ ვიღაცა შეიძლება ურჩევნია ჰალანდი ყავდეს გუნდში და პედრი იმიტომ რომ ერთის მხრივ პედრის ყოლით ბარსას კომაგებს ამწარებს და ვიღაცისთვის ეს მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მეორე შეიძლება პედრი უკეთესი ფეხბურთელი ეგონოს და ჰალანდი მე არ მგონია პედრი ბელინგემს უკეთესი ფეხბურთელი არა შეიძლება ეგონოს ვის გონია ეგ მგონია არ ვიცი ალბათ 50-50-ზე იყოფა ძალიან მაგარი ხო ძალიან მაგარი ორივე მაგრამ ხა ეს აპრილში უკეთესი არის პედრი ბელინგემს რა ვიცი არ ვიცი ორი წლის წინ შეიძლება ბელინგემი იყო მაგრამ ამ ორი წელიწადში შეიძლება პედრი გახდა მე არ ვიცი არ ვერთვები ამ დისკუსიაში. არ ვარ ამუბნელი. ერთადერთი რასაც ვისურვებ არის რომ ჩამოიქცეს რეალი რომ დაინახოთ რომ ეს თქვენი გუნდები სინამდვილეში უკეთესია დღევანდელ რეალზე. არა მე მართლა მგონია რომ ეს გუნდი დღევანდელ რეალზე უკეთესია. მე მგონია რომ სამივე თქვენგანის გუნდი დღევანდელ რეალზე უკეთესი გუნდია რა თქმა უნდა. არა. კი, შენ ვინ დაიმატე მითხარი? კი მიხჩო თვალე ჩუამენი. არა უშავს ატანადია მეორე დაცვა გააძლიერე. არა საკასი გიჟე. საკათი შევცვალე ისა როდრიგო. გაძლიერება მერე? არა. კი. და სალიბა შევცვალე მილიტაო. გაძლიერება. არ არის გაძლიერება სალიბა. ანუ კვარაცხელია მგონია რომ ბავშვობის ანუ მე იცი რას ვითვალისწინებ კიდე მბაპე და ბელინგემი სადღაც სხვა გუნდში თამაშობენ და მაგიტო აქ ჩემ შემხვდებიან მბაპე და ბელინგემი ერთი გაყიდე ნანტში მეორე გაყიდე ნოტინგემ ფორესტში და ნანტი ნოტინგემ ფორესტია ლიგის ფინალი გაისად მაშინ მაგის როგჯერად მაგიტო ვერ გადის რეალი ფინალში ვერასდროს რეალი ფინალი ვერასდროს რა გავა ამ ფეხბურთელებით ხო უნდა გავიდეს ბაპეტი არ გასულ ვერასდროს ბოლო 12 წელიწადში 6 ლიგა გვაქვს და ანუ მეგონა რომ ძალიან გასართობ ნული იყო ბაპეს და ბელინგემის კონტრიბუცია მეგონა რომ ძალიან გასართობი გამოვიდოდა და უზით რა რეგალი მე ერთი ლიგა მე ნული როგორ აიგ ერთი ორი წელია ითამაშა სულ და რა ორჯერ იყო ორი სეზონი აქ ნათამაშები ერთი ლიგაზე მეგონა რომ ძალიან გასართობი იქნებოდა მაგრამ იმდენად კაი გუნდია რომ აი ბიჭო ხო არა არ ვიცი